საამშვიდობისა, ეს არის კვირის ტყუილი პოდკასტი, რომელშიც ვცდილობთ მარტივად და გასაგებად აგიხსნათ, ვინ და როგორ გვატყუებს. დღეს ეს მე ირაკლი აბსამძე მოგიმზადეთ. კვირის მატყუარად კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შევარჩიეთ, რომელსაც სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეარხებზე ქვეყნის ნომერ 1 კანონმდებელს უწოდებენ ხოლმე. სინამდვილეში ესეც ტყუილია, იმიტომ რომ არ არსებობს 1 და 57 კანონმდებელი, პაპუაშვილსაც და ვთქვათ ზარქუასაც თითო ხმა აქვთ კანონპროექტის დასამტკიცებლად და ამიტომ რა ვიცი ქრონიკის საპარლამენტო კორესპონდენტებმა მას სულ რომ გალაქტიკის მთავარი კანონმდებელი ეძახონ, მაინც არ იქნება ასე. ვნახოთ როგორ გამოეხმაურა პაპუაშვილი ამერიკელი სამხედროების მიერ მადუროს კარაკასიდან შტატებში გადაცემას. მტკიცია მიდგომა ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოწინავე პოზიციებზე დაყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 10 წლეულების შემდეგ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. ქვეყნის პირველი კანონმდებლისთვის ამის ერთ-ერთი მაგალითი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებია. იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწრაფად შევაფასეთ. სწორედ ეს არის ძველი ერების ისტორიული უპირატესობაც. ჩვენ 1000 წლეულების განმავლობაში გავუძელით მსგავს საერთაშორისო წესრიგებს. გამოვიარეთ არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოვძებნეთ გადარჩენის საკუთარი გზა. სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. რამდენიმე წუთიანმა სპეცოპერაციამ გლობალური მასშტაბითაც ბევრ რამეს ახადა ფარდა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი აღარ არსებობს. მედიც აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი როცა დასჭირდება მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია. წარსულ გამოცდილებას ახალი უკვე 2026 წლის გამოცდილებაც დაემატა და გამკიცდა, რომ შვიდობის პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. აქ სულ მცირე კონტექსტის გაყალბებასთან გვაქვს საქმე. მაგრამ დავიწყოთ სიმართლის მარცვლით, რომელიც როცა საუდება ტყუილში, მას უფრო დამაჯერებელს ხსნის. ევროკავშირი დღეს ნამდვილად დგას გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე, არაერთისთან. ეს დაიწყო უკრაინის ომით და გაგრძელდა ტრამპის გაპრეზიდენტებით. ტრამპის დოქტრინა მოგეხსენებათ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიების დიდ ნაწილზე უარის თქმასაც ითვალისწინებს. ევროკავშირის გამოწვევა ჩინეთისა და რუსეთის სულ უფრო აშკარა ალიანსიც, როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, თანაც ამ დუეტში თუ რუსეთი უკრაინას წარმოებული თავდასხმითი ომის შედეგად სულ უფრო და უფრო იფიტება, ძლიერდება, შეიძლება ასე ვთქვათ, ძლიერდება ჩინეთი, რომელსაც რუსეთის სანქციებისა და მისი მზარდი იზოლირების გამო ფაქტობრივად ექსკლუზიური უფლება აქვს, ახლა ექსკლუზივი აქვს რუსეთის წიაღისეულზე თან იაფად. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ეკონომიკაზე უზარმაზარი გავლენა აქვს შეერთებულ შტატებს და ტრამპი ამ გავლენის გამოყენებას მის დასასუსტებლად მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურად აპირებს. ევროპისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, ეს კი ეწინააღმდეგება ტრამპის ამერიკის ფილოსოფიას, რაც შტატებსა და ბებერ კონტინენტს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას ასუსტებს. ესეც ერთი გამოწვევა. ცოტა პარადოქსულად კი ჟღერს, მაგრამ ევროპის სისუსტე დემოკრატიაცაა. 27 თანაბარუფლებიანი ქვეყანა, როცა რაიმე გადაწყვეტილება არის მისაღები, უნდა შეთანხმდნენ. კომპრომისზე უნდა იყოს დაფუძნებული. და ამ კომპრომისში მონაწილეობა უნდა მიიღოს ისეთმა პერსონებმა, მაგალითად როგორიც არიან უნგრეთიდან ორბანი ან ფიცო, სლოვაკი ფიცო. ეს რა თქმა უნდა ართულებს გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ეს დემოკრატიის ზოგადი ხარვესი ყველგან ასახდება. ნელი, მოუქნელი გადაწყვეტილებები, მაგრამ დემოკრატიული. როგორც დასაწყისში ვთქვი, პაპუაშვილმა გეოპოლიტიკურად ევროკავშირის გეოპოლიტიკურად გაქრობის ამბავი ვენესუელის დიქტატორი წყვილის ტრამპის მიერ ამერიკული მართლმსაჯულების წარდგენას მოაყოლა.
პათოსი იყო დაახლოებით ეს, რომ შტატებმა ეს ოპერაცია ბრიუსელს არ შეუთანხმა. ამაზე დაყრდნობით ამბობს პარლამენტის სპიკერი, რომ ევროპა ან დასუსტს და საერთოდ აღარ წარმოადგენს ფაქტორს. გადავხედოთ ისტორიას, როგორ იქცეოდა ევროკავშირი და მსხვილი ევროპული ქვეყნები ლათინურ ამერიკაში სხვა დიქტატორების წინააღმდეგ, როგორ იქცეოდა და იქცევა. ზოგი უკვე წარმოებული, ზოგი მიმდინარე ოპერაციების დროსაც. დავიწყოთ 1999 წლით. მაშინ ევროკავშირი ამ ფორმით ჯერ კიდევ არ არსებობდა, სულ 3 წუთში შეიკრა ეს გაერთიანება, მაგრამ რა თქმა უნდა, მსხვილ ევროპულ ქვეყნებს მაშინაც ჰქონდათ საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსულტაციები და ხშირად გამოდიოდნენ ერთი და იგივე პოზიციით. ასე მოხდა მაგალითად მანუელ ნორიეგას შემთხვევაში პანამაში. ეს არის კლასიკური მაგალითი, როდესაც შტატებმა განახორციელა პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია დიქტატორის დასამხობად. შტატებს ეს ოპერაცია ევროპული ქვეყნებისთვის მაშინაც არ შეუთანხმებია. თუმცა არავის უთქვამს მაშინ, რომ ევროპა გეოპოლიტიკიდან გაქრა. პირიქით, ევროპა იყო ის ძალა, რომელმაც პანამას დემოკრატიულ ტრანზიციაში უდიდესი ფინანსური წვლილი შეიტანა და დაეხმარა ამით. ევროპულ ქვეყნებს, პირველ რიგში საფრანგეთს და გერმანიას ინტერვენცია არც მაშინ მოუწონებიათ, თუმცა ევროპისგან დიპლომატიურმა და ეკონომიკურმა იზოლაციამ ნორიეგას რეჟიმს ყოველგვარი ლეგიტიმაცია გამოაცალა. ახლა ჩავხედოთ რა ხდებოდა და რა ხდება ნიკარაგუაში, რომელსაც ახლაც დანიელ ორტეგა და მისი მეუღლე ვიცე-პრეზიდენტი მართავენ. ევროკავშირი ამ რეჟიმს წერტილოვანი სანქციებით დაუპირისპირდა, არა მხოლოდ ამ ოჯახზე, არამედ სხვა მაღალ ჩინოსნებზეც, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით არსებობს შეღავათიანი ვაჭრობის შეთანხმება და ეს შეთანხმება ჯერ კიდევ მოქმედებს, რადგან ორტეგას ოჯახი ხელისუფლებაში ბოლოს ასე თუ ისე დემოკრატიული არჩევნებით დაბრუნდა. ეს 2006 წელს მოხდა, მას შემდეგ განიხილება რაც უფრო იზრდება ეს ავტორიტარული ქცევები ამ ოჯახის მხრიდან, მით უფრო ხშირად განიხილება, უფრო მწვავდება დისკუსია ამ რეჟიმის შეწყვეტის შესახებაც, მაგრამ რაზეც განვილაპარაკეთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროპაში ცოტა მოუქნელია და რთული, რადგან ეს დემოკრატიის სისუსტეც არის, ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუმცა 2024 წელს გაამკაცრეს სანქციები, კონკრეტულად ეს წერტილოვანი სანქციები და ეს დაუკავშირეს მზარდ რელიგიურ დევნას ქვეყანაში. ახლა რაც შეეხება მადუროს და ვენესუელას, ის ფაქტი, რომ შტატებმა მადუროზე დაპატიმრების ორდერი გასცა, ამ თვითმფრინავი ჩამოართვა, არის საპოლიციო სამხედრო აქტი. ევროკავშირს არ აქვს ფედერალური პოლიცია, რომელიც სხვა ქვეყანაში თვითმფრინავს ჩამოართმებს, ან ვინმეს აიყვანს, ასე დააპატიმრებს. ევროკავშირის ძალა ლეგიტიმაციაშია. ისიც ხომ ფაქტია, რომ მადუროს რეჟიმი ყველაზე მეტად სწორედ ევროპისგან აღიარებას ითხოვდა 24 წელს არჩევნების შემდეგ, როცა ბრიუსელმა ეს არჩევნები არალეგიტიმურად ცნო. ამით მადუროს ჩაეკეტა გზა ევროპულ საბანკო სისტემებსა და ინვესტიციებთან ეს სერიოზული დარტყმა იყო მისთვის, რადგან ევროპული ბანკები დიქტატორების სუსტი წერტილია. ლათინოამერიკული დიქტატორები და მათი ოჯახის წევრები ევროპაში, ძირითადად ესპანეთი, შვეიცარი, ლუქსემბურგი, ეს ის ქვეყნებია და ის ადგილებია, სადაც ისინი ფულს ინახავენ, ან უძრავ ქონებას ყიდულობენ. როდესაც ევროკავშირი აწესებს სანქციებს, მაგალითად როგორც ეს ვენესუელის მაღალჩინოსნების შემთხვევაში მოხდა, ეს ამ აქტივების მყისიერ გაყინვას იწვევს. შეერთებული შტატების სანქციებს ისინი წინასწარ ელიან ხოლმე, ეს პროგნოზირებადია, მაგრამ ევროპული ფინანსური ნავსაყუდელის დაკარგვა მათთვის პოლიტიკური სიკვდილის მოახლოების ტოლფასია. მადუროს რეჟიმსაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგა, როცა ბრიუსელმა გაყინა ვენესუელის ცენტრალური ბანკის აქტივები და ოქროს რეზერვები, რომლებიც ევროპულ ბანკებში ინახებოდა. ევროპული რბილი ზეწოლის კიდევ ერთი ძალიან ქმედითი ინსტრუმენტია, როგორც მაღლა ვთქვით, ორტეგას შემთხვევაში ვაჭრობის შეღავათების გაუქმება. ევროკავშირს აქვს სისტემა, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ბაზარზე დაბალი ტარიფებით შესვლის უფლებას აძლევს, თუ ისინი ადამიანის უფლებებს იცავენ, ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
როგორც მოგახსენეთ, ორტეგამ რეპრესიები რომ დაიწყო, ევროკავშირი ფიქრობს ამ სისტემიდან ბოლომდე ამორიცხავს, რაღაც ნაწილები უკვე გაუქმებულია, მაგრამ რაღაც ნაწილი მოქმედებს. მაგრამ იმ გაუქმებული ნაწილითაც კი უკვე გაუძვირდა ექსპორტის მთავარი პროდუქტები, რაც ამ შემთხვევაში არის ყავა, შაქარი, ტექსტილი. დიქტატორებისთვის ეს დიდი გამოწვევაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ადგილობრივი ბიზნეს ელიტა უკმაყოფილებას გამოთქვამს, იმიტომ რომ ისინი ფინანსურ დანაკარგებს განიცდიან და ეს ხელს უწყობს რეჟიმის შიგნიდან ჩამოშლას. კიდევ ერთი ინსტრუმენტია ლეგიტიმაციის მინიჭება. ამას ისტორიული საფუძველიც აქვს ლათინურ ამერიკაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს ხშირად აღიქვამენ როგორც იმპერიალისტურ ძალას. და ეს დიქტატორებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ანტიამერიკული პროპაგანდა, როგორც ამას მადურო აკეთებდა ბოლო დრომდე. ევროკავშირს ასეთი ისტორიული ტვირთი არ გააჩნია და ამიტომ როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, დიქტატორებს უჭირთ ამას ამერიკული შეთქმულება უწოდონ მაგალითად. ასე მოხდა მადუროს შემთხვევაშიც ევროპული დასკვნა ერთგვარი საერთაშორისო სტანდარტი, ოქროს სტანდარტსაც ეძახიან სპეციალისტები. 2024 წლის ვენესუელის არჩევნებზე ევროკავშირის უარი შედეგების აღიარებაზე ძალიან მტკივნეული იყო მადუროსთვის, რადგან მას გლობალური სამხრეთის ქვეყნების თვალშიც კი ლეგიტიმაცია თუ არ გაუქრა შეუმცირდა მაინც დაუზიანდა. თუ ევროკავშირი გაქრა, როგორც პარლამენტის სპიკერი ამბობს, რატომ ხარჯავს რუსეთი, ჩინეთი და რატომ ხარჯავდა თავად მადუროს რეჟიმი მილიონობით დოლარს ევროპაში ლობისტების დასაქირავებლად, სანქციების მოხსნისთვის ან იგივე ლეგიტიმაციის მისამეჭებლად. ნელ-ნელა შეჟამებისკენ რომ წავიდეთ, შეერთებულ შტატებს შეუძლია რეჟიმის, ასე ვთქვათ, დაპატიმრება, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ევროკავშირს შეუძლია რეჟიმის ცივილიზებული სამყაროდან გარიყვა. ეს რა თქმა უნდა შტატებსაც შეუძლია და შეშვება ხოლმე, მაგრამ ევროკავშირთან შეთანხმებული ასეთ საქციელი ბევრად უფრო მძიმე-ზონიანია. ახლა თვალი გადავავლოთ თავად ვაშინგტონი როგორ აღიქვამს ევროპულ გაერთიანებას, მიიჩნევს თუ არა გეოპოლიტიკურად ჩამოწერილად. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ევროკავშირი შეერთებული შტატებისთვის და სხვათა შორის ჩინეთისთვისაც თავარი სავაჭრო პარტნიორია, ეკონომიკური იზოლაციიდან გაქრობა შეუძლებელია იმ სუბიექტისთვის, რომელიც აკონტროლებს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 16-17%, ანუ მთელი პლანეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 16-17%-ს ევროკავშირის ქვეყნები აკონტროლებენ. ამიტომ ამერიკული გიგანტები, როგორიც არის მაგალითად Apple, Google, ტექნოლოგიური გიგანტები, ემორჩილებიან ევროპულ თამაშის წესებს და ასე მართავს ბრიუსელი გლობალურ პროცესებს. ამას ეკონომისტები და პოლიტოლოგები ბრიუსელის ეფექტს უწოდებენ. პოლიტიკური წონაც მიმოვიხილოთ და ამისთვის ჩავხედოთ შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას. ეს 33 გვერდიანი დოკუმენტი გასული წლის ბოლოსკენ გამოქვეყნდა. აქ რუსეთი სულ რამდენჯერმე არის მოხსენიებული, ისიც ჩინეთის კონტექსტში, ევროკავშირს კი ძალიან სულყე მონაკვეთები ეთმობა. თუმცა ძირითადად კრიტიკა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მასობრივი მიგრაციის შედეგად ევროკავშირისა და ნატოს რიგმა ქვეყნებმა შეიძლება დაკარგონ თავიანთი იდენტობა და ძირითადად არაევროპული გახდნენ. და გაურკვეველია, როგორ განვითარდება ამის შემდეგ, მათი ძირითადად არაევროპული ციტატის ნაწილი. და თავიანთი იდენტობის დაკარგვის საფრთხეც ასე პირდაპირ ასე წერია. გაურკვეველია, როგორ განვითარდება ამის შემდეგ მათი ურთიერთობები შტატებთან, ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპასთან პარტნიორობაზე უარი კი არ უნდა თქვას, არამედ უფრო იმას ეცადოს, რომ ევროპამ კურსი შეცვალოს. ამავე დროს შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს, ისევ ციტატა, ევროპის ამჟამინდელი ტრაექტორიისადმი წინააღმდეგობა დასასრული და ევროპაში სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა რუსეთთან შეთანხმების მიღწევის მიზნით. გამქრალ და მიწასთან გასწორებულ გაერთიანებაზე პლანეტის ყველაზე ძლავრი სახელმწიფო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში ამდენს არ წერს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეამციროს ევროპის უსაფრთხოებისთვის გაღებული ხარჯები. ბრუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვა დედაქალაქებში ამან ერთგვარი გამოფხიზლებაც გამოიწვია
ბებერ კონტინენტზე მიხვდნენ, რომ საკუთარ თავდაცვაზე თავად უნდა იზრუნონ და ეს განსაკუთრებით უკრაინის ომის კონტექსტში. სულ რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგისგან მოითხოვდა ბიუჯეტში სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდას, მათ შორის იმისთვისაც, რომ ტანკები აწარმოონ, რომლებიც შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ეს ტაბუ იყო, ეს ტაბუ დანგრეულია. დარღვეულია. ბოლო ამბავი გასული წლის ბოლოს ბერლინში ევროპელ ლიდერთა შეხვედრაზე თავდაცვის ძალების ფორმირების ინიციატივა გამოითქვა, რომელიც უკრაინაში შესაძლო ზავის პირობების შესრულებას უზრუნველყოფს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის ხელმძღვანელობით შექმნილი ძალები შტატების მხარდაჭერით დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უზრუნველყოფს საჰაერო სივრცისა და რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, საზღვაო აკვატორიის უსაფრთხოებას. ეს საზღვაო აკვატორია შავ ზღვასაც მოიცავს. ანუ დიდი ალბათობით თუ ამ მიმართულებით წავიდა ბოლომდე გადაწყვეტილება, უკვე ნახევრად მიღებული გადაწყვეტილება თუ შესრულდა, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირიც აიღებს. ახლა თავად გამსაჯოთ, ეს გადაწყვეტილებები, ეს გარემოებები, რაზეც ვილაპარაკეთ, ევროკავშირის გეოპოლიტიკურ წონას ამცირებს თუ ზრდის. და სულ ბოლოსკენ კვლავ ლათინურ ამერიკას დაუბრუნდეთ, ამ კონტინენტის უმსხვილესი ეკონომიკები ბრაზილია, არგენტინა. უკვე 10 წლეულებია თავგამოდებით ცდილობენ ევროკავშირის ბაზარზე წტომას, აი რაც ვილაპარაკეთ შეღავათიანი სავაჭრო პირობებით. მაგრამ გამქრალი კონტინენტი ჯერ არ ჩქარობს. ამაზე დებატები ახლაც მიმდინარეობს და მაგალითად მაკრონი ხას უსვამს, რომ ევროკავშირი არ დათანხმდება ვაჭრობას თუ პარტნიორები, ანუ სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყნები არ დაიცავენ მაგალითად გარემოს დაცვით და სანიტარულ სტანდარტებს. ეს ერთ-ერთი მთავარია ამის კონტექსტი ის არის, რომ ევროპელ ფერმერებს ამ სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა უხდებათ და ისინი თავს არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იგრძნობენ, თუ ამ სტანდარტების დაუცველი ბაზრიდან შემოვიდა იაფი პროდუქტი ევროკავშირში. რა თქმა უნდა, თავიანთი პირობები აქვთ ფრიდრიხ მერცსა და ჯორჯია მელონისაც. და სულ ბოლოს, თუ ევროკავშირი გეოპოლიტიკურად გაქრა, რატომ ვერ ამბობს ქართული ოცნება ღიად უარს ამ გაერთიანებაში გაწევრების სურვილზე, პერსპექტივაზე. პირიქით პროპაგანდისტული მედიები სულ ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრების კონსტიტუციურად დადასტურება ქართული ოცნების იდეა და მისი მიღწევა იყო. მოკლედ ევროკავშირი ნამდვილად არსად გამქრალა, სულ პირიქით, დიდი ალბათობით შეერთებული შტატებისგან გეოპოლიტიკური ემანსიპაცია ამ გაერთიანების წონას კიდევ უფრო გაზრდის, რასაც არ უნდა ფიქრობდეს ამაზე ქვეყნის პირველი კანონმდებელი. ეს იყო დღევანდელი კვირის ტყუილი, მადლობა რომ გვიყურეთ, შეგახსენებთ რომ ძალიან გჭირდება თუ გამოგვიწერთ ზღარბის გვერდს თუ გამოიწერთ YouTube-ზე. ყველა ვიდეოს და ზღარბის აღწერის ქვეშ არის ბმული, რომლის საშუალებითაც სულ 2-3 დაკლიკვით შეგიძლიათ ფინანსურადაც დაგვიჭიროთ მხარი. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და პარასკევამდე, როცა მე ჩემს სტუმართან ერთად წარმოგიდგებით.